დღეს ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის ლიზიკოს ზღაპრის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ალფონს დოდეს პიესის ზია სეგანის თხის მიხედვით დაიდგა. მსახიობები სპექტაკლზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. თვითონ ნაწარმოები არის ალფონს დოდეს ფრანგი მწერალის და ესეთი სერიოზული მწერალის და ზანკაი მწერალის ნაწარმოები. ოღონდ ცოტა სხვანაირად არის, ცოტა სხვან და გადაკეთდა ეს ამბავი და უფრო ჩვენ ამბავს მოერგოთ. ყოველ შემთხვევაში პაპა თხა მგელი დარჩა. იქაც ზუსტად ექსამი. ოღონდ უკეთილად ესე დავამთავრეთ. ახლა ბავშვებისთვის სპექტაკლია და საბავშვო თეატრია. თოჯინები გააკეთეს ბენო ჯიჯიაშვილმა და ნინო ნამიჭოიშვილმა თოჯინები და დეკორაციები. მინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ცოტა, ბევრი რომ რთულია, როცა ბევრს აკეთებ, ბევრი ხელი უნდა, ბევრი შენახვა, წაღება, წამოღება და ეს კომპაქტურად თვითონ მსახიობებმა ძალიან კარგი იმუშავეს. ჩემი პერსონაჟი იყო ლიზიკო გოგო, რომელიც იყო ცელქი მოუსვენარი და ქალაქიდან ჩამოუყვანეს მათე პაპას. რეალურად არ გამიჭირდა თვითონ ხასიათის მორგება, რამდენადაც გამიჭირდა ამ საყვარელ თოჯინასთან თამაში, იმიტომ რომ არ ვარ მე თოჯინე და ძალიან რთული იყო რაღაცა თავიდან რომ დავინახე თოჯინას, შემეშინდა რომ ვაი მეთქი რას ვიზა, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა მუშაობის შედეგად, რა თქმა უნდა, და ყველას მოუწოდებ მობრძანდით თოჯინების თეატრში და უყურეთ ამ საყვარელ დადებით და კარგ ზღაპარს. პატარა მაყურებლებმა სპექტაკლი დადებითად შეაფასეს. პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად უშიშარი ლიზიკო და კეთილი მგელი მოეწონათ. ყველაზე ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ამ როლში მომეწონა მგელი. სპექტაკლი ძალიან მომეწონა. რომელი პერსონაჟი მოგეწონა? ბეკეკა.